მას არ მივცემ იმ პოლიტიკურ ძალას, რომელიც ფიქრობს, რომ საქართველოში დემოკრატიის პრობლემაა, ასე მიმართა დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტმა აბრაამმა მიუნხენის ქართულ საალოცავში შეკრებილ ემიგრანტებს. მეუფის 2 სექტემბრის ქადაგების ვიდეო ჩანაწერი გერმანიაში მცხოვრებმა ქართველებმა გამოაქვეყნეს. კადრებში კარგად ჩანს, რომ საკვირაო ლიტურგიას თბილისის ვიცემერი მამუკა ახვლედიანი წესრება. მიტროპოლიტი აბრაამი 1 ოქტომბერს დანიშნული საპარლამენტო არჩევნებისგან დიდ ცვლილებებს არ ელოდება. მისივე აზრით, მორიგი არჩევნები წინამორბედის მსგავსად ჩაივლის. მიტროპოლიტმა ამ ბიონიდან ის სასულიერო პირებიც გააკრიტიკა, რომლებიც პოლიტიკური პარტიების აქციებს პერიოდულად უერთდებიან, თუმცა ქართველი ემიგრანტების აზრით, თავად მიტროპოლიტის ქადაგება არც ისე დაფარულ საარჩევნო აგიტაციას გავდა მართველი პარტიის სასარგებლოდ. ნებისმიერ შემთხვევაში პრეზიდენტ ზაქარი იმისთვის რომ ითანხმებოს ნებისმიერ ხელისუფლებას, რომელსაც ქართული ხალხი აიჭირებს. არჩევნები ჩაივლის იქ ესე როგორ ჩადგინდა პრობლემა. ყოველთვის ერებოდა ესადაც და მისი შედეგი მე ვფიქრობ, რომ საქართველოს უმრავლესობისთვის აბსოლუტურად ცხადია. ვერასოდეს ხმას იწარავს, რომელიც აფხაზეთს საქართველოს პრობლემა არ მიიჩნევს. მიიჩნევს, რომ საქართველოში დემოკრატიის პრობლემა. იმას ეცამოს, რომ საქართველოს დაიწყო რუსეთის პრობლემა. ალბათ ამის უკრება ისევე, როგორც თქვენი თვალით დანახულის საფუძველზე იღებთ ამ გადაწყვეტილებას. ძალიან ძნელია დაეთანხმო იმას, რომ მაჟორიტარად ასაკობრივი ადამიანი, რომელიც ჯავახეთის საქართველოსთან გამოვყრას მოიწევს.